რუსული ურდოს მოახლოებულ კატასტროფას უკვე რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვიც კი ვეღარ მალავს. გავრცელდა ინსაიდერული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გერასიმოვმა პუტინს წარუდგინა მოხსენება, რომლის თანახმადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რუსეთის არმია ერთდროულად ვერ შეძლებს ყირიმით დაიცვას, მოსკოვის საჰაერო უზრუნველყოფაც მოახერხოს და ფრონტის ხაზიც უკრაინაში შეინარჩუნოს. ანუ გერასიმოვმა განაცხადა, რომ ამ სამი ამოცანის ერთდროულად შესრულება რუსეთის არმიის ძალებს აღემატება. ეს რას ნიშნავს? რომ შეუსრულებელი მისია ერთდროულად ყირიმით დაიცვა, მოსკოვის საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფა და ფრონტზეც კიდევ ელემენტარულად ის ხაზი შეინარჩუნო, ხო? ეს ჩამოშლას ნიშნავს, მეგობრებო. ეს არის იმის გადაწყვეტილება, რომ რომელიმე ერთი უნდა გაიწიროს, ხო, ამ სამიდან. ხა მოსკოვის თავდაცვაზე ვერ იტყვიან უარს. იმის და მიუხედავად, რომ ეს თავდაცვა მაინც საცერივით არის და უკრაინელები დასეირნობენ მოსკოვის თავზე თავისი დრონებით, ხო, ყველა ნახეთ ახლა იქ. მოსკოვის თავდაცვაში 3 შრი არის მინიმუმ, 3 რკალია და მთელი რუსეთიდან იქ ჩაიტანეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ცნობისათვის. მაგრამ ამის და მიუხედავად 200-300 დრონი როცა მოფრინავს ერთდროულად, ის ვერაფერს ვერ შვება, ვერ აწყობს ვერაფერს, ხო? კაი, მოსკოვის თავდაცვაზე უარს ვერ იტყვიან, გააგრძელებენ. ახლა ორიდან ერთია ასარჩევი, ან ყირიმის დათმობა, ან კიდევ დონბასში ფრონტის ხაზის ჩამოშლა, ხო? როგორც ჩანს, უკრაინის არმია რა იყო, რუსეთის არმია ყირიმს გაწირავს, ვიდრე დონბასის ხაზს ჩამოშლის. ყოველ შემთხვევაში ამისკენ მიანიშნებს ის მოძრაობები, რაც ყირიმში ხდება, ხო? იქიდან შავი ზღვის ფლოტის ოფიცრები ევაკუაციას ახდენენ თავიანთი ოჯახებიანად, კი არ მიდიან დროებით, ყიდიან ქონებას და მიდიან ისე. პლუს ამას მოსახლეობა გამორბის იქიდან, გარდა ამისა ვეღარ მარაგდება, ვერც ბენზინით, ვერც იარაღით იქავრობა, არმიის ნაწილებიც ნელ-ნელა გამოყავს იქიდან პუტინს და ხმები არის თვითონ უკრაინელების მიერ გავრცელებული, რომ მალე მზადდება შტურმი სადესანტო. აი ეს არის, ასე იშლება ჩვენს თვალწინ ურდო. ის ურდო, რომელიც ერთ დროს, რა ვიცი, უდიადესი და უძლიერესი ჩანდა, ყოველ შემთხვევაში თავის თავს ასე უწოდებდნენ მსოფლიოს მეორე არმია. მსოფლიოს მეორე არმია ისეა გაკუზული, რომ დედაქალაქს უბომბავენ, როცა მოესურვებათ. და ნავთობის მრეწველობის თითქმის მესამედი რადგურებულია და დედაქალაქშიც კი ტალონებზე არის ბენზინი და ისიც იშვიათად და როგორც იტყვიან სადღესასწაულო დღეებში არის ყველაფერი კარგად. ტალონებით მომარაგებას გულისხმობ. თორე ის თავისუფალ გაყიდვაში არ არის. აი ასე გავაცელეთ, მეგობრებო, ჩვენ თვალწინ ხდება ეს ურდოს დედის კლა, რაც მის